გამარჯობა მეგობრებო. ახალი გეგმებით ვართ მე და გიო, კარგი რაღაც სიახლეები გვაქვს. ცოტა სხვაგვარი მოშ და სხვანაირი ვიდეოების ჩაწერას ვაპირებთ, მაგრამ სანამ ამას მოვაბავთ თავს ესე ვთქვათ, ცოტა გაგვეწელა. რამოდენიმე 10 ახალი მოდელი გვაქვს, რაც შორის საინტერესო დანებია. და ახლა ეს ჩავწეროთ ეს ვიდეო ამ დანებს გაგაცნობთ და მე უკვე ეტაპობრივად იმ სიახლეებსაც შემოგთავაზებთ. აი პირველი არის მეგობრებო ენრიკე პენას, ეგრევე ბომბადანით დავიწყოთ. აი ეს მაგარი მოდელი, large raptor-ი ქვია მოდელს. გვიდით როგორი მაგარი ანონდირება აქვს აკეთებული. აი ესეთი სირკუტის ჩანართების, სირკუტის backspace-ერი და საკიდი გვაქვს. და ასევე აი თავარი ინტერნეტ არის ჩანართის წეღან შევამჩნია, აქამდე შემიჩნევია. ეს დანა გახლავთ მეგობრებო, Cranes Cutlery-ის ექსკლუზივი, გამოშვებულია ლიმიტირებული რაოდენობით. აი აქაც გვიწერია. ეს არის რიგით მე-900 დანა. ფოლადი გვაქვს CPM 3-ვე, ერთ-ერთი უძლიერესი და მაგარი ფოლადი, დიზაინი და ზომა ისეთია, რა სადა კლასიკური ჯენტლმენის დანაში გადის უფრო ჩემი აზრით. კარგი პიჯაკის, ესეთი კლასიკური ჯიბის დანა. შემდეგი მოდელი გახლავთ მეგობრებო, ეს მაგარი ამერიკელი Medford-ი, Smooth Criminal-ი ქვია მოდელს, ან კარგი სახელია სხვა შორის. ვერც უყვარს ეს დანა. ეს ისეთია თავისებური სახასიათო დანა, საშუალო ზომის, ცოტა მძიმე დატვირთვებზე გათვლილი. საკმაოდ სქელი ფოლადი გვაქვს, ფოლზე გვაქვს 45 ვიენი და ბათონლოგ ჩამკეტი სისტემა. ძალიან კარგად მუშაობს რა თქმა უნდა მექანიზმი. Medford-ს ხარისხი არ ეშლება, ესეთი კარგი ჩასადები, ისინი კიდე სხვა ყუთი და რაღაცები ყველაფერი მოყვება როგორც წესი და რიგია. ეს კი მეგობრებო Kunwu Padre-ა. ჩინური ბრენდია Kunwu როგორც მოგახსენებათ, მაგრამ გამოირჩევა ძალიან მაგარი ხარისხით და ეს კონკრეტული მოდელი Padre ყველას უყვარს რა. აი ამ თავისი ხასიათიდან გამომდინარე, ხელში ძალიან მაგრადის ხმა გაიგეთ როგორი მჭექარი აქვს, ფოლადი ვანაქსი გვაქვს, ესეთი სატინის დაფარვით და ესეთი მაგარი ტექსტურირებული ტიტანის დარით. აი აქაც ესეთი მაგარი ჩანართებით, აკუთი რამაზეა, დიმასკოსის ჩანართით. გახსნით როგორც ძალიან გავხსენით ესე ქვევიდან უკაცრავად ესეც იხსნება და ფრონტ ფლიპითაც ძალიან კარგად იხსნება. აი ესეთი ყოჩაღი მაგარი დანა. ეხლა უფრო ბიუჯეტურ დანაზე გადავიდეთ ტრივისაზე. ეს ფრონტით გავხსენით, შენაკეთად ჩვეულებრივად იხსნება. და ესეთი მარტივი და ესეთი ლამაზი ორფერში შესრულებული ჯიათის სტარი, შავის თონუაში სენდვიკი გვაქვს ფოლადი 14C28N, ცოტა აგრესიული წვეტიანი პირი და ამავდროულად ძალიან პრაქტიკული იქნება რაღაცების საჭრელად რა. ხარისხი მშვენიერია, მექანიზმი საკისრებია, ძალიან კარგად მოძრაობს პირი, ესეთი დიფქერი საკიდი გვაქვს და მე ვიცი, ესეთი კარგი ედისია რა, ჩემი აზრით. ფასიდან გამომდინარე, ხარისხი ნამდვილად კარგია და გულს არ დაგწევს. შემდეგი მეგობრებო, ჩვენთვის კარგად ნაცნობი Concept Knives-ია, მაგრამ ეს ახალი მოდელია, არ გქონია აქამდე, ახლა ხანს გამოვიშვეს და ვარჰავკი გავხსნათ ამ და მოდელის დიზაინერი, მოდელს ქვია Super Hawk-ი. და ესეთი მაგარი შედ კარბონი გვაქვს, აქედან ტიტანი, ფოლადი 35 ვიენი ფხვნილოვანი და ესეთი კარგი გრაინდებით. რაღაცა ისეთი დანა ცოტა აგრესიული ტიპია, ამ თავისი ფორმებიდან და დაშვებებიდან გამომდინარე, აქ ცოტა მეტადაა გათხელებული დაშვება, ნახეთ როგორია, მეტი აღებული, წინა მხარე უფრო მძიმე დატვირთვებზეა გათვლილი. და საერთო ჯამში იქნება ძალიან პრაქტიკული და ისეთი გამოსადეგი ედისი. პირი საკმაოდ მძიმეა და ძალიან ნახეთ რა კარგად მოძრაობს. კარგი მექანიკა აქვს და ფერების კარგადაა, მე მგონი შეხამებული შავები და ოქროს ფერები ერთმანეთს ძალიან უხდება. გაცრავად, ეხლა უკვე ფიქსეთზე გადავიდეთ, cold steel-ის არის ეს კარგი ფიქსი ჩამოვიტანეთ. Drop Forge Hunter-ი. განსხვავებული დანაა და უფრო მაგიტო ფიქსები ბევრი გვაქვს და ეს კიდე იმათში უფრო გამორჩეულია და მაგიტო ჩამოვიტანთ 52-100-ია ფოლადი. აი ესეთი სკელეტონი, ესეთი კარგი ქარქაში აქვს. ეს რაც შეეხებოდა cold steel-ს, ახლა კი გადავიდეთ უფრო კიდევ მაღალ დონეზე. ჩავესი უნდა წარმოგიდგინოთ მეგობრებო. ნაკვედით, რელამაზი ლავოფეთ კარბონი გვაქვს სტარი, ტიტანი, ფოლადი M390. და ის გახლავთ ჩავესის ჯგუფის დანა მეგობრებო, უკვე საკოლექციო მოდელია, 2022 წლის დანაა და გამოუშვეს ლიმიტირებული რაოდენობით, უკვე აღარი წარმოება, ჩავესისთვის დამახასიათებელია ესეთი მაგარი საკიდი, ტანტო აგრესიული პირი, ესეთი გრაინდებით, ხელში კარგად ის უფრო ისეთი პატრა სამუშაოების შეგვიძლია თითი აქ ჩოილთან გადავდოთ და ესე რაღაცები გავჭათ გავაკეთოთ.
საინტერესოა და ხარისხი რა თქმა უნდა, როგორც ჩავეს ეკადრება და შეეფერება. და ახლა უნდა წარმოგიდგინოთ ჩებურკოვის კატამუკი. ბევრი ელოდებოდა ამოდეს ერთი ძალი გქონდა ცოტა ხნის წინ და მალევე გაიყიდა და ჩვენს მომხმარებლებს გული დაწყოთ. ამიტომ ჩამოვიტანეთ სამი ძალი სხვადასხვა ფერის. პირველი ესეთი სადა, ტიტანი და ფირი თითქმის ერთ ფერშია გადაწყვეტილი და უხდება ამოდეს, იმიტომ რომ ბევრი ფერები მე მგონი დიდად, რადგან დიზაინი ესეთია სადა და დახვეწილი. პატარა ცვლილებად შეუტანიათ გუშინ გიომში ამჩნია. აი ნახეთ პირზე ღარი დაამატეს. წინა გამოშვებას არ ქონდა, ცოტა ისეთი დაშვება ქონდა და ახლა ღარი გაუკეთეს და აი მტარის ამღართან ძალიან კარგად ძის. რა თქმა უნდა, კარგადაა ყველაფერი შეხამებული. ფოლადი გვაქვს ელმაქსი, მტარი ტიტანი როგორც გითხარით. აქაც იგივე მასალები გვაქვს, თორე ფერშია განსხვავება. ტიტანის ანოდირებაა სხვა ფერის. კარგი, საინტერესო და მაგარი მოდელია და დღეისთვის ბოლო კატამუკი. კიდევ სხვა ფერის სტარი და ფოლადი აქ უკვე დამასკო გვაქვს, იდეայի დამასკო, უჟანგავი რა თქმა უნდა და ძალიან კარგი ბასრი გამძლე და მაგარი ფოლადი. და მოუხდა სხვა შორის დამასკო ამტანოს მე მგონი. ძალიან ლამაზი და მაგარი დანებია. რავი, ასე თუ ისე ვფიქრობ, კარგი დანები წარმოგიდგინეს მეგობრებო, 10-ვე ისეთი განსხვავებული სახასიათო დანებია, ცოტა ბიუჯეტურიც, ლიმიტირებულიც, მაღალი კლასიც. ყველაფერია შერეული როგორც ყოველთვის. მადლობა ყურადღებისთვის და დაელოდეთ სიახლეებს.